Cel წერილში, რომელსაც მორიგის ინძისის პატიმარი პირველების რედაქციას უგზავნის, საუბარია იმ შეზღუდვებზე, აკრძალვებზე, რომელსაც პენიტენციური სამსახური და სავარაუდოდ გლდანის ციხის ადმინისტრაცია თავად აწესებს პატიმრების ნაწილისთვის. რიგ პატიმრებზეა აქ საუბარი და განსაკუთრებით ეს შეზღუდვები ეხება ინძისის პატიმრების ნაწილს. არჩილ მუსელიანცი წერილში წერს, რომ ინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს პენიტენციური სამსახური, აკრძალვებთან დაკავშირებით არის ცრუ. შესაბამისად, ის გამოთქვამს მზაობას, რომ ყოველ ჯერზე ამხილოს როგორც ციხის ადმინისტრაცია, ასევე პენიტენციური სამსახური. რაც შეეხება ჩამონათვალს შეზღუდვების არჩილ მუსელიანცის თქმით, ციხის ადმინისტრაცია, კონკრეტულად გლდანის ციხის ადმინისტრაცია მესამე კორპუსში, იქ სადაც თავად იმყოფება, ყველა პატიმრისთვის აკრძალა მაგალითად კალმების და ბლოკნოტების შეგზავნა. შეზღუდვა შეეხოთ ჰიგიენურ საშუალებებსაც, მაგალითად საპონის შეტანა აეკრძალათ ახლობლებს პატიმრებისთვის. გარდა იმისა, რომ ახლობლებს არ ეძლევათ შესაძლებლობა პატიმრები უშუალოდ მოინახულონ, შეხვდნენ მათ პაემანზე. სავარაუდოდ ადმინისტრაცია გეგმავს, რომ პატიმრებს აუკრძალოს მათთან ერთადერთი საკომუნიკაციო საშუალება და ეს არის წერილები, რომელსაც პატიმრები უგზავნიან ოჯახის წევრებს და ასევე აქვთ წვდომა მედიასთანაც. ისინი სწორედ წერილების მეშვეობით გვეკონტაქტებიან. ასევე აიკრძალა ზონარების შეგზავნა და აიკრძალა თეთრეულის გარკვეული ნაწილის, მაგალითად პირსახოცების შეგზავნა. ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი მაინც ის არის, რომ პატიმრებს აკრძალული აქვთ ასევე გარკვეულ საკვებზე წვდომა, ახლობლებს ეკრძალებათ საკვები პროდუქტების, უმეტესობა საკვები პროდუქტების შეგზავნა პატიმრებთან. გიგზავნით ოფიციალურ დანარს თუ ისი შემოგზავნა არის შესაძლებელი 8 თებერვლის მდგომარეობით და ჩამოვწერ რა აკრძალეს. აიკრძალა ყველანაირი ჰიგიენური საშუალება, კბილის ჟაგრის ის გარდა, საპონიც კი. აიკრძალა ფეხსაცმლის თასმები, კალმები, ყველანაირი ფანრები, ბლოკნოტები, რვეულები. აიკრძალა ისეთი წიგნები, რაც რეჟიმის თვალსაზრისით რეჟიმს საფრთხეს შეუქმნის. აიკრძალა ისეთი თეთრეული და პირსახოცები, რაც მოთეთრო და ღია ფერის არ არის. პატიმართან შეგზავნის უფლება აქვთ მხოლოდ თვეში ორჯერ. დარეკვებთან დაკავშირებით რაც გავრცელდა არის სიმართლე, რადგან მთელი საპატიმრო საუბრობს ამის შესახებ. კორპუსებს კვლავ ანსხვავებენ ერთმანეთისგან და არა მარტო კორპუსებს, საკნებსაც კი. მაგალითად, მე ვიმყოფები მესამე კორპუსში და 8 თებერვლის მდგომარეობით მესამე კორპუსის ბეფლიგელი რეკავს 2 დღეში ერთხელ. ამ ყველაფერს იმიტომ ვწერთ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა თავისი Facebook პოსტებით და ლამაზი ტექსტებით შეცდომაში არ ამიშეიყვანოს. როგორც კი პენიტენციური სამსახური გაავრცელებს სიცრუეს, მე ყოველ ჯერზე ვამხელ მათ. დატუსაღება არ ნიშნავს გაჩუმებას. თუ წერილების ან დარეკვის აკრძალვას დააპირებენ, ამით დამტკიცდება, რომ რეჟიმის სუსტი ყოფილა. გამაგდით, გმირები დაგვცქერიან ზევიდან. ადვოკატები, რომლებმაც მოიკითხეს ბუნებრივია ინფორმაცია შეზღუდვებთან დაკავშირებით ციხის ადმინისტრაციის მხრიდან განმარტება ვერ მოისმინეს, ოფიციალური განმარტება არ კეთდება, რატომ ზღუდავენ პატიმრების ნაწილს, კონკრეტულად ვის შეეხო, რატომ შეეხო. თავად იურისტები, რომლებიც იცავენ ინძისის პატიმრების უფლებებს, ფიქრობენ, რომ დიდი ალბათობით დისკომფორტი რეჟიმმა განიცადა მათი წერილებით და სწორედ ამიტომ აეკრძალათ მათთან ახლობლებს კალმების და ბლოკნოტების შეგზავნა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პატიმრებს აღარ აქვთ წვდომა წიგნებთან. თუ ციხის ადმინისტრაციამ ჩათვალა საეჭვოდ გარკვეული წიგნი, მას პატიმართან ახლობელს აღარ შეაგზავნინებს. ციხეში მრავალი უაზრო შეზღუდვა არის, რაც შეიძლება კანონით არ იყოს გათვალისწინებული, არც შიდა წესდებით იყოს გათვალისწინებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ციხის ადმინისტრაციის მხრიდან მაინც ხდება კონკრეტული რაღაცების შეზღუდვა, ასე ვთქვათ. მიზეს როგორც წესი დიდად არ ასახელებენ ხოლმე და რაღაც ტრადიციული სიტყვებით შემოიფარგლებიან, რომ ეს ციხეა და შესაბამისად ციხეში შეზღუდვებიც არსებობს. ხაროდ ეს არ არის სიახლე, ეს ალბათ იყო, არის და იქნება და მუდმივად ბრძოლა მოგვიწევს ამასთან. ციხეში არსებობს როგორც პრივილეგირებული პატიმრები, არსებობს ასევე არაპრივილეგირებული პატიმრები. ეს იმდენად დახურული სისტემაა, რომ მსგავსი ინფორმაციების გამოსვლა ძალიან ძნელდება ხოლმე და შემდეგ დამტკიცებაზე ხო საერთოდ ზედმეტია საუბარი. ინძისის პატიმრების ნაწილის მიერ გამოგზავნილ წერილებიდან ჩვენ გავიგეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატიმრების ნაწილს მაგალითად შეეზღუდათ ზარების განხორციელების უფლებაც მათ ოჯახის წევრებთან, ნაწილს მაგალითად 10 დღეში ერთხელ შეეძლება, ნაწილს კი თვეში 3 ჯერ. ამ ყველაფერს აწესებს ციხის ადმინისტრაცია, თუმცა როგორ არჩევს პატიმრებს, რა კატეგორიებად როგორ ყოფს, ეს ჩვენთვის უცნობია. მადლობა სოფო, პირდაპირ ეთერში სოფონია ორი საუბრობდა.